გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? თუ ქართული ამბების ახალ ეპიზოდს ელოდებით, აქ ვარ და მზად ვარ საინტერესო ამბები მოგითხროთ. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. მადლობა კროკოს და მადლობა თქვენ. დავიწყოთ. გალაქტიონის გაჭირვება. რამდენიმე პატარა ჩანაწერი ვნახე იმის შესახებ, თუ როგორ უჭირდა პოეზიის მეფეს, გალაქტიონს. გული დამეწვა სხვათა შორის. მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. გალაქტიონის არქივში ათეულობით განცხადება ინახება. პოეტი ხშირად ითხოვს მატერიალურ დახმარებას, ჰონორარსა თუ სხვა სახის ანაზღაურებას. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული აქციებიც კი აქვს. ითხოვს შეიძინონ მისი წიგნები შეღავათიან ფასად, ან პოეზიის საღამოზე დასასწრები ბილეთები, დაუთმონ კუთხე ლიტერატურული მუშაობისთვის, აკადემიაში და ასე შემდეგ. მრავალთა შორის ეს ორსტრიქონიანი განცხადებაცაა შემორჩენილი. ვინაიდან დედა ძლიერ მყავს ავად, მატერიალურ გაჭირვებას განვიცდი. გთხოვთ, ნება დამრთოთ, ავიღო ნოემბრისთვის პენსია. გალაქტიონ ტაბიძე, 6 ოქტომბერი. აქ თარიღია მნიშვნელოვანი. 6 ოქტომბერს ითხოვს, რომ ნოემბრის პენსია აიღოს. ოქტომბერი უკვე აღებული აქვს. კიდევ ერთი ჩანაწერი ასეთია. საახალწლო კოშმარი, უბის წიგნაკიდან. 31 დეკემბერი 1922 წლის უკანასკნელი დღეა. არ მინდა მახსოვდეს უკანასკნელი დღეების კოშმარი. საშინელი კრიზისი რომ იყო და ხელი რომ არავინ გამომიწოდა. ისევ ავად ვარ და ახალ წელს ხვდები ჯიბე გაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ, რაც ყველაზე საშინელია. ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მგონია რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. ღირს კი რამის გახსენება გასული წლის ამბებიდან. 1000 ჯერ გამძარცვეს, ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით. საშინელება იყო. მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი. სხვადასხვა დროს დავკარგე 2 ახალთახალი შარფი. გავყიდე უკანასკნელი შარვალი. ოლია მაშინ გაქრება, როცა ავად ვარ და საწყალს წყლის მომწოდებელი არავინ მყავს. ამას წინათ მთელი 1 კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში. კაცი შვილი ჩემთან არ მოსულა. შიერი ავადმყოფი უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი. ჩემთან ბინაში 5 წელიწადია არავინ მეგობარი არ მოსულა. კაცი რომ მოვკვდე, ამას გაიგებენ ალბათ 15 დღის შემდეგ. კიდევ ერთი წერილი ასეთია. რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროვებულ მდგომარეობაში, უტანსაცმლობით და უფეხსაცმლობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა. საქართველოს უმაღლეს მეურნეობის თავმჯდომარესთან გამიხსნას კრედიტი ტანისამოსისა და ფეხსაცმლის მისაღებად. ფულს ნაწილ-ნაწილ მიიღებენ თვით ჩემგან. იმედი მაქვს, მხედველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას. ამ განცხადებას 2 სიტყვიანი პასუხი ჰქონდა. უარი ეთქვას. აკაკისგან გალანძღული გოგებაშვილი. არც აკაკი წერეთელს ჰქონია დალხენილი მატერიალური ცხოვრება. ისიც ვაჟას და გალაქტიონის მსგავსად ხშირად ითხოვდა მატერიალურ დახმარებას. ერთხელ აკაკიმ მორიგი წერილი მიწერა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ტრადიციულად ფული ითხოვა. საზოგადოების თანამშრომელი აკაკისგან მივიდა და ოფიციალურად უთხრა პასუხი. თქვენზე უარია მგოსანოო. იცით, ვინ იყო უარის ავტორი? არც მეტი, არც ნაკლები იაკობ გოგებაშვილი. გაცეცხლებულმა აკაკიმ წამოიძახა, აბა უშვილო კაცისგან რა ხეირს უნდა ელოდე. მოგეხსენებათ იაკობ გოგებაშვილს შვილები არ ყავდა და ასე უხეშად მოიხსენია აკაკიმ. თუმცა იჩქარა. საზოგადოების თანამშრომელმა ოფიციალური უარი კი უთხრა, თუმცა ჯიბიდან 5 თუმანი ამოიღო და აკაკის გადასცა. ეს თავისი პირადი ფული გამოგიგზავნათ იაკობმაო. აკაკი დაიბნა. თუმცა სულ 2 წამით მერე კი ხმამაღლა შესძახა. არა, მართალია თვითონ უცოლ შვილოა, მაგრამ მთელი საქართველოს ახალგაზრდობა განა მაგის შვილები არ არიან ყველანი. აი ასე გამოასწორა თავისი მკვახე სიტყვა აკაკიმ. გამოასწორა ვითომ. 1920 წლის პირველი ომი. ამ ამბავში საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციაზე მოგიყვებით. ძალიან მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. 1920 წლის 21 აპრილს კავკასიის ფრონტის სარდლობამ გასცა დირექტივა, რომ 27 აპრილს მე-11 არმია აზერბაიჯანში შეჭრილიყო და დაეკავებინა ბაქო. რუსული არმიის აზერბაიჯანში შეჭრის პარალელურად საკუთარ მთავრობას იარაღი დაუპირისპირდნენ ბაქოელი ბოლშევიკები. და სანამ მე-11 არმია ბაქოში შევიდოდა, პარლამენტს ძალაუფლება მათთვის გადააცემინეს.
დადგა საქართველოს ჯერი. 2 მაისის ღამით მე-11 არმიამ აზერბაიჯანიდან წითელ ხიდს შეუტია და საქართველოს საზღვრებში რამდენიმე კილომეტრით შემოიჭრა. ამავე ღამით თბილისელი ბოლშევიკები თავს დაესხნენ სამხედრო სკოლას. თუმცა კურსანტებმა და მათმა მეთაურებმა ისინი იოლად მოიგერიეს. კავკასიის ფრონტის ყველაზე გავლენიანმა წევრმა სერგო ორჯონიკიძემ 3 მაისს მოსკოვს აცნობა, რომ 15 მაისს უკვე თბილისში იქნებოდნენ. 4 მაისს კი ეს თარიღი 12 მაისამდე გადმოსწია. ანუ უფრო მალე დაეცემა თბილისიო. მოსკოვში კი სხვანაირად ფიქრობდნენ. საერთაშორისო მდგომარეობა იცვლებოდა. მოსკოვიდან ორჯონიკიძეს პასუხობდნენ, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ იყო. წარმოგიდგენიათ, მეცაც გეტყვით. 4 მაისს მოსკოვიდან ორჯონიკიძეს აცნობეს, რომ ომი შეეწყვიტა. ახლა რა მოხდა? ეს ბევრი რამით იყო განპირობებული. პოლონელებთან ომში რუსებს არ ჰქონდა წარმატება. ასევე პეტლიურასთან ომში სიმონ პეტლიურა უკრაინელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. რუსებმა უკრაინის დიდი ნაწილი დაკარგეს. ყირიმში ძალას იკრებდა თეთრი მოძრაობის ახალი ტალღა. ამასთან დაერთო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდი ჯორჯ კერზონის საპროტესტო ნოტა. ბრიტანელები ლენინის მთავრობისგან ყირიმსა და კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვდნენ. ამავდროულად ქართულმა ჯარმა უკუაგდო რუსების შემოტევა და საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიტანა. მიხვდით ხო? როცა მარტო არ ვართ და სუსტები არიან, ეგრევე ზავზე ლაპარაკობენ. თუმცა ორჯონიკიძე მაინც ცდილობდა, რომ თავისი გაეტანა და არ წყვეტდა სამხედრო მოქმედებებს. ასევე ცდილობდა მოსკოვი დაერწმუნებინა საქართველოს დაპყრობის აუცილებლობაზე. 6 და 7 მაისს მას მოსკოვიდან რამდენჯერმე ესაუბრნენ. დაუდასტურეს, რომ აუცილებელი იყო საქართველოს დაპყრობა, მაგრამ საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით ბრძოლა უნდა შეწყვეტილიყო. ორჯონიკიძე დათანხმდა. მათ ჯერ პოლონეთის და უკრაინის საკითხები უნდა მოეგვარებინათ და შემდგომ განეგრძოთ ოკუპაცია. ხომ გახსოვთ, 12 მაისს უნდა აეღოთ თბილისი, თუმცა 17 მაისს მოსკოვში რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, ხოლო საბრძოლო მოქმედებები 19 მაისს შეწყდა. 10 თვე ასე გავძელით. მოდა საყოლილი ქალები. თბილისელი ქალები, როგორც წყაროებში ვკითხულობთ, ცნობილი მოდნიცები იყვნენ, ანუ მოდის მიმდევრები. თურმე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უკეთესი კაბის შეკერვაში. ისინი უმეტესწილად თავადაზნაურთა და ვაჭრების შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ. საქმე ის იყო, რომ მათ დაბალი ფენის ღარიბი ქალებიც აყვნენ. მიხეილ თუმანიშვილი, რომელიც ჟურნალ ცისკარში მოლაყბეს ფსევდონიმით წერდა, ერთ წერილში იუწყებოდა. მეზობლად ამ ახლო ხანში ერთი საწყალი დურგალი იყო, სახელად ლაზარე. საცოდავს თავისი სიცოცხლის 40 წლის განმავლობაში შეეგროვებინა 10 თუმანი ფული, რათა ცოლი შეერთო. აი მოაგროვა საკმარისი თანხა და შეერთო ცოლი. ეს 10 თუმანი მიბარებული ჰქონდა ცოლთან. ლაზარე ყოველ სისხამდილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა. ცოლი კი საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ერთ მშვენიერ დღეს ქალაქში გავარდა ხმა, ახალი ფარჩა ჩამოსულა და ქალები იტაცებენ და კაბებს იკერავენო. დურგალის ცოლსაც აღეძრა სურვილი ახალი სამოსის შეკერვისა და იფიქრა, მოდი მეც შევიკერავ კაბებსო. მობარებული ფულიდან დავხარჯა. ჯერ ქმარი მაინც არ მთხოვსო. შემდგომ რამე ხელსაქმეს მოვიფიქრებ, ცოტა-ცოტა შევაგროვებ ფულს და ისევ შევავსებო. თქმა და ასრულება ერთი იყო. გავიდა რამდენიმე კვირა. ამასობაში ლაზარემ ტივები იყიდა. მეტივე კი სახლში მიიყვანა ფული რომ გაესტუმრებინა. თქვენს მტერს აგრძელებს თუმანიშვილი, რა დღეც დურგლის ცოლს დაადგა. როცა ლაზარემ გაიგო მიბარებული ფული ძველი თბილისის მაღაზიაში იყო გაბნეული, ვაი, არ იკითხოთ, ვაი, რა დღე დაადგა. დღეისთვის აი ასეთი ქართული ამბები ჰქონდა მომზადებული. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მე მალე დაგიბრუნდებით. რა საკვირველია მშვენიერი ქართული ამბებით.